მოგესალმებით, ამ ვიდეოში გასწავლით, როგორ შეიძლება გავააქტიუროთ Samsung-ზე კოდების ფუნქციონალი, თუ თქვენთან გათიშულია. უამრავი ვიდეო მაქვს შეწერილი ამ კოდებზე და გაჩვენებთ ახლა როგორ ჩართოთ თქვენთან თუ არ მოქმედებს. მაგალითად, ავკრიფოთ ფიფქი დიეზი 99, შემდეგ 00 დიეზი და ახლა უნდა გადავსულიყავი წესით ოპერატიული მეხსიერების ქეშის გასუფთავების გვერდზე. ასევე არის ფიფქი დიეზი 2663 დიეზი, აქედან Wi-Fi-ის რეფრეში ხდება, ანუ განახლება Wi-Fi-ის მეხსიერების და უამრავი ვიდეოს კომენტარებში ეწერა, რომ რატო გვატყუებო, ეს ჩემთან არ მოქმედებს და ასე შემდეგ. მის გასააქტიურებლად გახსენით ტელეფონის პარამეტრები, შემდეგ ქვემოთ ჩამოდით და მოძებნეთ დაცვა და კონფიდენციალურობა. შემდეგ შეგიძლიათ რომ შეხვალთ, აქ გამოჩნდება ავტომატური დამბლოკი, რომელიც არის ჩართული, როგორც ხედავთ, ანუ ეს არის ზედმეტი ლინკებისგან და ვირუსებისგან თავის დაცვა სხვა საიტებზე და აპლიკაციების გამოწერისას. თუ ეს ვერ მიაგენით, შეგიძლიათ პარამეტრებში შეხვიდეთ და ძებნაში დაწეროთ ავტომატური დამბლოკი. აი ნახეთ ავტომატური დამბლოკი, დაწერთ პარამეტრების ძებნაში და ავტომატურად იპოვით, რა თუ ესე ვერ იპოვით, როგორც პირველად გაჩვენეთ. შემდეგ ქვემოთ ჩამოხვალთ და გათიშავთ ავტომატურ დამბლოკს. თუ გინდათ ეს ფუნქცია გააქტიუროთ, ამ შემთხვევაში გათიშავთ რა. თქვენ სრულიზია მას გათიშავთ თუ არ გათიშავთ, თუ ჩართულია კარგია ზოგადად თავდაცვისთვის. ხოლო თუ ამ კოდების ჩართვა გინდათ და გააქტიურება, შეგიძლიათ გათიშოთ. ამის შემდეგ თუ ავკრიფო ფიფქი დიეზი 9900 დიეზ, გადავედი როგორც ხედავთ ესეთ მენიუში, აქ არის უამრავი ფუნქცია და ასევე მათ შორის არის delete dump-state locket, რომელიც ასუფთავებს მეხსიერებას ოპერატიულს. ასევე ფიფქი დიეზი 2663 დიეზი, აქ არის refresh Wi-Fi version, რომელზეც გადაღებული მქონდა ვიდეო, თუ როგორ გავაახლოთ Wi-Fi-ის მიმღები და ასე შემდეგ. მოგეთ, სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია და follow-ეთ არხი, ასევე გამოიწერეთ ისწავლეთ ის YouTube არხი და თქვენ არ გამოგრჩებათ ახალი და საინტერესო ვიდეო გაკვეთილები.